Სამშვიდობის მოვედი როგორც შეგვპირდით. აწი ესე გადავწყვიტე. რახან 2 დღე ვმუშაობ, 2 დღე ვისვენებ. აი ეს 2 დღე აუცილებლად უნდა გადავიღო. მოკლედ იდეა ესეთია და როგორ მოვახერხებ ეგ თემა. ახლა ვაკეთებ წვნიანს. საერთოდ ამ ბოლო ხანებში რაღაც ვერ ვახერხებ რა საჭმელების გაკეთებას. საერთოდ ხო, სოსო თვითონ აკეთებს სადილს, ყველაფერს. წინა ვიდეოებში თუ გახსოვთ, რო გითხარით, რომ კალორიებს ითვლისო, თქვენ არ იფიქროთ, რომ იმის მერე შეწყვიტა. არავითარ შემთხვევაში. ნეტა ყველას ესეთი ნებისყოფა მოგცეთ ვერტლა. როგორც სოსოს აქვს და აი მართლა 15 წლის მოზარდისთვის მართლა ეს არის რა კარგი თვისება ის რომ ასეთი ხასიათი აქვს რა წვანილის გადარჩენას ვცდილობ მეგობრებო ესე იგი პარკში მქონდა მათ ვერ შენახული და ცოტა იმას თან უდნავ გაყვითრდა და თან მოკლედ ნახევარის გადაყრაც მომიწია გავრეცხე რაც შედარებით უკეთესი იყო დღეს კი ვფიქრობდი გასული ვიყავი მეთქი მწვანელს ვიყიდი მაგრამ სადაც გავედი იქ აქ ჰქონდათ რა მწვანილი გამოტანილი კი ჰქონდათ ხილი ბოსტნეული რაღაცეები და მწვანილები არ იყო მოკლედ ესე ახალბე რა შორს ახლა აღარ მივდივარ ხოლმე თუ ბევრი რამე არა მაქვს საყიდელი ანუ აი მაგალითად როცა ისეთი რა სერიოზული მარაგი მაქვს ხოლმე გასაკეთებელი როგორც არის დავუშვათ იქ სუფთასახლი რა შუაში ანუ მე სუფთასახლივით რო არა ძმების ქიმია და რაღაცას რო ყიდულობ ანიქით მოკლედ ყავა და ესეთი რაღაცეები ბლომად რასაც ყიდულობ მარაგისთვის რა იქით მივდივარ ხოლმე და ახლა ბევრი არაფერი არ მჭირდებოდა დღეს უნდა მეყიდა კვერცხი ორი კიდე რა ვიყიდე კვერცხი ორი და ეს იყო ფასტაკლებაში იყო სველი ხელსახოცები მოკლედ ისე რა დანარჩენი ნუ ასე არის რაღაცეები სახლში და ხო სოსო ნუ იკეთებს ხოლმე დილას თქვათ ჰერკულესის ფაფას ხილთან ერთად იკეთებს ხოლმე მაგრამ ახლა ხილი ჯერჯერობით არ მაქვს მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად გამოვა სწორედ ამას ბანანიც დაუმთავრდა ბავშვს ყურშინ მოხვდებათ ბავშვს რომ ვამბობ ჩემთვის ყოველთვის შვილები მშობლისთვის ყოველთვის ბავშვია ნუ ეს ისე სიტყვის მასალაა რა რაღა ბავშვია უკვე სიმაღლეშიც გადამასწრო მოკლედ აი ესე ამოვარჩიე ახლა მე დაფასა ვიღებ ასე ეს გადავყარო არ მომწონს ახლა უნდა გავაკეთო ეგრეთ წოდებული ზეჟარკას რო ეძახიან ჯერ გავლესოთ დანა რომ დავიჩეხო ხელები მოკლედ ამდანას რომ ლესავ მე მართლა სერიოზულად ვიჭრი ხოლმე ხელებს შემთხვევით ანუ აი ესე უბრალოდ მომედება ხოლმე და ბრიტვას ავიწყდი ეს დანა აი ძალიან იაფირო ღირსა ყოველ ორ ნაბიჯზე რო ყიდიან ის დანა მეგობრებო აი გეცნობათ ესეთი საერთოდ არ ჭრიდა აი დანის გარდა ყველაფერი იყო რო გავლესე ისეთი გახდა ბრიტვასავით და მოკლედ ჩეხავ ხოლმე
ახლა ვანდა მომწერა ისო გეძინაო მეძინა მე მივწერ ერთი ტელეფონი მაქვს ჯერ ვიდეოს ვიწერ ხო და მეთქი 1 საათი დავიძინებ თქოს ესოს თხოვე გამაგვიძებ თქო რა 1 საათში ხო და ცოტა დააგვიანდა და საათნახევარში გამაგვიძა ესეც ასე ოხრახუში მაქვს მარტო მწვანე მდგომარეობაში ეხლა ვფიქრობ რა გავუკეთო ანუ აი ბრინჯიან მაკარონი სოსო რომელი გავუკეთო მაკარონი გავუკეთო სუპს თუ რამდენი გრამია კაი ავწონი მეთქე ჩემო ისე ავწონოთ მაკარონი ну ცოტა რა ხო ისი სუპში რამდენი შეკეთებ აი მაინც ავწონი 50 გრამი ნებართი 50 გრამი მაკარონი ამას გავუკეთებ ახლა სუპში გავყაროთ ეს ოხრახუში მოკლედ მადლობა გოგოებო ბიჭებო რა ვიცი ვინც მომწერეთ კომენტარები ლომიძემ მეკითხება სად მუშაობო რაც ესეთი სად მუშაობო ადრე სხვა ვიდეოს ქვეშ კომენტარში დავწერე მე ხო და თუ გაინტერესება იქ ნახავ აღარ მინდა მაგ თემაზე საერთოდ საუბარი ანუ ზოგადად სამსახურზე ახლა თვითონ სამსახურზე მე არ ვისაუბრებ ხოლმე რა საჭიროა აი რა საჭიროა თავარია რომ მე მომწონს თავს კარგად ვგრძნობ დანარჩენი ანუ სხვა აი რა საჭიროა სხვა დეტალები ანუ 2 დღე ვიმუშაობ 2 დღე ვისვენებ აი ესეთი სამსახურია ხო სასწორი ხახვი გავწვენად ახლა რაც შეეხება ახლა ზაფხულს ანუ ზაფხული არის უკვე მეორე თვე დაიწყო ზაფხულის რაც შეეხება დასვენებას ჯერ არ ვიცი მეგობრებო ესე იგი კონტრაქტის მიხედვით 11 თვეშია ანუ შვებულება ფასიანი როგორ ქვია მოკლედ რომ ხელფასაც რო გიხდიან რა ხო და ისე უფასო ალბათ შეიძლება თუ მოელაპარაკები სხვა თანამშრომლებს რომ ხელი შეგიწყონ მგონი მაგას მოვაგვარებთ იმიტომ რომ მე როგორც ვიცი так მე როგორც ვიცი ჩემ თანამშრომელს სჭირდება აუცილებლად სჭირდება და თავისთავად ახლა რო წავა მე ვთხოვ და ასე ვთქვათ ну ერთი კვირით
გახერხებთ ალბათ მე და სუსო. დიდი ალბათობით ისევ ზღვაზე ქობულეთში. თუმცა სუსო მთხოვს მთაში მინდაო. მაგრამ მთაში ამ ზაფხულს ვფიქრობ აი ექსკურსიები როა რა ეს ერთდღიანი როგორც არის რა ორდღიანი აი ესეთ რაღაცას შევძლებთ რა დასვენების დღებს გამოვიყენებ ჩვეულებრივად ანუ ორი დღე რო ვისვენებ ხო სოსო მთხოვა სპორტი უნდა რამე სპორტი და მოკლედ ეგ მაქვს მოსაგვარებელი ახლა და ისა რა ქვია რამოდენიმე საგანში მასწავლებელი რამოდენიმეს რო ვიძახი ესე ბევრი არა ну მოკლედ დაახლოებით 3 საგანში ეს არის ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენა. ხო. აი ენა დღესდღეობით აუცილებლობა, აი მართლა აუცილებლობა. ესე იგი ერთი უცხო ენა მაინც უნდა იცოდეს ადამიანმა. თან ისე კი არა, რომ როგორც აი სალაპარაკოთ, არა, კარგად უნდა იცოდეს. თუ ადამიანს უნდა, რა თქმა უნდა, ნორმალური სამსახური ნახოს რა. იმიტომ რომ ყველგან ფასდება, მე მაგალითად რასაც ვუყურებ ამ ბოლო ხანებში შეიძლება ვთქვათ დიდი არაფერი განათლება ადამიანს არ კონდეს და ანუ უბრალოდ საქმეზე ისეთ კომპანიაში სადაც მოთხოვნა რა ენაზე და საქმებენ ანუ მშვენიერი ახლა უნდა ხახვი მოვშოვე და სოსომ ისეთი რაღაცა გაქვს პატარა ფიფქსზე დამიყენა მაცივრის ის ტემპერატურა ქვია თუ როგორ ქვია დამარეგულირებელი ხო და კაცო გაგიშებული ვუყურებ მეთქი რატო გაიყინა კედელიც კი გაიყინა თან ადრე ვთხოვე მე ხელი არ ახლა მეთქი ანუ მე თვითონ ვაკონტროლებ მაგას იმიტომ რომ ხელოსანმა მითხრა ასე და ასე რა ხდება ამაზე ხო უცნაურობა ჭირს ამ პლიტას ახლა დენის პლიტას ვიყენებ მეგობრებო შიგადაშიგ რაღაცა ვთქვათ აი პარალელურ რეჟიმში რამე მაქვს გასაკეთებელი ისიც დიდხანს არა დიდება უფალს გადასახდელი ანუ კომუნალურები მომივიდა 60 ლარი 60 ამის გარდა ინტერნეტი 53 ლარი უკვე ანუ გადახდილი მაქვს სადაც 20 და რაღაცა დღე, 2 დღე არ მქონდა ინტერნეტი მართლა. რაღაცა დაზიანება იყო XL-ზე, ანუ კაბელზე იყო დაზიანება და შაბათ-კვირა დაემთხვა და მოკლედ ორ შაბათს საღამოსთვის უკვე იყო. ანუ იყო, მაგრამ ჩვენთან არ ჩაერთო, მე ვიყავი სამსახურში. და მოკლედ ისე გავაკეთე, რომ დავრეკე მაგთიში ვუთხარი რომ ესე მეთქი სახლში მეთქი ჩემი შვილია თქო და თუ შეძლებთ რომ დაუკავშირდეთ და აუხსნათ თქო რა
კარგი 1.5 საათზე მეტი ელაპარაკნენ სოსოს ნაბიჯ უხსნიდნენ მოკლედ კომპიუტერში კოდები შეყავდა ის IP რაღაც იმის ამართების რაღაც და ბოლო ჩაართვევინეს რა ხო და ესეთი ამბები გავუკეთოთ ახლა პაპრიკა ცოტა პაპრიკა ხახთან ერთად სტანურობთუშა ცოტა გავუკეთე დაღეზე წიწაკას ცოტა მინდა ახლა თინისი გარედან აქვს ცოტა მოგიძენიათ მე ხან ფინზი არ მაქვს მე ცოტა მდგომარეობაში არ არის კი მაქვს ოღონდ ის ყემლისთვის რა ისეთია იმისთან გავუკეთე თუმცა კაია ეგაც ამას სუციც ქნას გავუკეთე ასე არ უნდა ბევრი დააყვირის ხმები ხო მოკლედ თან გიპოდით რამე ესეთან ინტერნეტზე ვლაპარაკობდი მოკლედ ჩაერთო ხო ინტერნეტი ორი დღე ვინაზღაურეს ახანის ორი დღე მოკითხე მეთქი ამინაზღაურდება ხო ის ორი დღე არ მქონდა თუ და მომივიდა ოფიციალურად SMS-ი რომ ინტერნეტიო ანუ აგინაზღაურდებათ ხო რომ გურალმე ასეს ნადეცი კეთებს ტომატი და ახელას ყარი ხოლმე არის ფიქრობ მეგობრებო რომ არ ვიცი ხა ტომატის ის ანუ ზეცაც მაშვები ხოლმე ესეთი მაყირინასო შესაშურებელი როა ზეთს რა მოკლედ ვასხავ ხოლმე მაგრამ მაინც მენჩვება რაღაცებს აი ამითი აკეთებს ხოლმე სოსო იმას რა ქვია პასტას რა სპაგეტის პესტო ესეც ხო და უყარს რაღაც სხვადასხვა ტიპის სტაბილების მომზადება ხო და რას ვამბობდი ანუ ფაქტიურად ერთი თვის წინასწარ უკვე გადახდილი მაქვს თან ხო რომ გადახდილი გაქვს და ამდენი დღე გაქვს კიდე მე რომ გაითიშება კრედიტი შეგიძლია აიღო 10 დღე ну მოკლედ ეგ გადახდილი მაქვს ახლა მხოლოდ მექნება კომუნალურები გადასახდელი პატარა ვალი მოქვს ლანდასი დამჭირდა რაღაცა თანხა და ასე 200 ლარამდე ჩემდას და მოკლედ სოსოს რაღაცა უნდა ხო და წინსწრებით ვფიქრობ არ ვიცი კრედიტი უწევს სადღაც 24-ში ანუ 24-ში დროაში მოკლედ აი ესეთი ამბებია ну ასე თუ ისე დავაგდი რა მაგამ ბავშვი ხო და ერთი თანამშრომელი მეუბნება რომ გაიგო რომ ვიდეოებს ვიღებ უცხოელია მოკლედ და არ გინდა ანუ ვიდეოშიო რა თქვაო და
არა მეთქი. ახლა ჩემი არხი რო ცოტა სხვა ტიპის ყოფილიყო, ხო? მაგალითად ცოტა უფრო ესეთი პროგრესული, არა ყოველდღიური ვლოგის მონეთი ვთქვათ. რა ხარ იყო? აი უცნაური ეს მოძრა მეგობრებო, ეს ტაფის იმას თავს ახურს და წკრიალის ხმელკუბი რა არის? საინტერესო. მოკლედ. მოძრა მოძრას აქვე. ხო და ანუ ისევ მასქენიო რა, შეიძლება აქაც გადაიღო და თქვა მოყვეო რაღაცა და ნუ მე საერთოდ რაღაცები არ მომწონს. ნუ ახლა თუ თქვა თვითონ კომპანიას და რაღაცა ვთქვათ ენდომება, რატომაც არა, მაგრამ მე თვითონ არასოდეს არ ვიტყვი რა. თან მაინდა-მაინც აი არ მიყვარს ძალიან აფიშირება რა. ახლა თითქოს აი როგორ გითხრათ, თითქოს მერიდება, იცით რატომ? ამდენი წელია მეგობრებო ვიღებ ვიდეოებს და 3000 გამომწერზეც ვერ ავედი. არ ვიცი ისი ბრალია. ნუ ახლა ყველა მიხვდება რომ მე ეგრეთ წოდებულ ნაკრუტკებს არ ვაკეთებ, ანუ ბუნებრივად ვისაც უნდა, ვისაც მოსწონს თვითონ იწერს თავისი სურვილით. არავის არ მოუწოდებ, ადრე ვიძახდი ხოლმე კიდევაც და ნუ შეხსენებით ალბათ კი უნდა შეახსენო ადამიანებს, იმიტომ რომ ხანდახან მეც რაღაცა შეიძლება დამავიწყდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ აი ესე კუსნაბიჯებით მიდის ჩვენი არხი. ხო და ნუ ახლა ამდენი წლის განმავლობაში 3000 კი უნდა ასულიყო უკვე კარგი ხანია. თავარი კიდევ მარტო გამომწერები არ არის, არაქარი ნახვები, მოწონება, კომენტარები, მოკლედ ყველაფერი ერთად რა. ასე ვთქვათ. მოდი ახლა მე ამას წყალსავაზე და დავამატო იმას. ეს დრო დაჭირდება ამას. ფილტრი წყალი საკმარისი იქნება. ესეც ასე. ხო და ასე. მოკლედ. არის წვნიანს ვაკეთებ ახლა. კარტოფილია, ბროკოლია, ბულგარული წითელი, წვანილები და всё, კუბიკიც არ მიყიდია. აი თუნდაც მეყიდა ისე. როდესაც რაღაცა ყიდია. კარგი ხანია, მეყიდია. უნდა ყოველთვის მაქონე რაღაცა ისეთი ანუ აი მაგალითად ქართლის ხორცის ნახევარში ან ბულიონზე ვაკეთებ ხოლმე და იყოს არავის ახლა გავაკეთებ ისე. კარაქს. ხო, ესეთი ამბები. ხო, გაზი დავტენე, არ ვიცი გითხრათ თუ არა, გაზი დავტენე, ვაღიესე როგორც იქნა. დიდი ხანია რა, ისეთი წერა იქნება ალბათ. რაც გაზი დავტენე. და ანუ ეს წერაში უკვე აღარ იქნება. 2 კვირა ყოფნის 5 ლარის გაზი. 2 კვირა, ესე იგი ჯამში გამოდის თვეში 10 ლარი მინდა მარტო გაზზე. ანუ ხვდებით ხო რამდენად იაფი გამოდის. იმიტომ რომ შეიძლება არ ვაკეთებ თუთა ყოფილა ისე რომ მაგალითად მზა რაღაცებს თქონდა. თან თუ მაგალითად ახლა ხმარობს სოსო გას დიდი ხნით არა რა, აი დავუშვათ ახლა ამას წინა თუ ბიოს ხარშავდი, მოგეს დრო უნდა, ესეთ რაღაცებს დრო უნდა. მოკლედ ასე. რა ხდება ახლა ჩვენთან? დილას ვიღვიძებ სასაცილო და წუთებზე მაქვს მაგვიძარა დაყენებული ადრე
მაღაზიაში მუშაობდი. როცა 6 საათზე მქონდა დაყენებული, იმიტომ რომ ვაზი იქ უნდა ყოფილიყავი და უნდა ვიყო სამსახურში 11 საათზე. 11 საათიდან ღამის 11 საათამდე ვმუშაობ, 12 საათი. 2 დღე და 2 დღე ვისვენებ. და იცით რა არის, აი ეს 2 დღე გრძნობ, მართლა ვისვენებ, მეგობრებო, აი ადრე ვითომ ახლა მუშაობ ხო, თქვა 7 საათი, ცულები ძალიან ცუდი რაღაცაა, ვერ გრძნობ, ანუ ვინდაც დღის ნახევარი ვითომ გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ რომ გაქვს, ისევ ესეც სამსახურში. ხო და ესე ჩავყაროთ ახლა ეს მაკარონის გარემო. მაკარონის გავში და მე მგონი ეგ არის, ახლა მარილს გავუკეთებ, კარებს და всё. მე იქნებ ისიც გავაკეთო ბლინჩიკები. ხო, სოსო თეთრ კურსი შვიათად ჭამს, ანუ თუ ჭამს ძალიან ცოტას, ანუ ერთ ნაჭერს დღის მანძილზე და ამბოლ ხანებში აი ამ პურის ყიდვა დავუწყე, ანუ ამას ყიდულობ ხოლმე რა, ეს პური, ამას ჭამს სოსო. ხო და მეც ვითომ ცოტა დავიკელი, არ ვიცი, მატყობენ, მეუბნებიან რომ დაკლებული ხარო წონაშიო. ხა დიდად არ დამეკლია 1 კილო მაქვს მოკლებული მხოლოდ. მაგრამ რა ვიცი, ალბათ ეტაპობრივად მეც დავიკლებ, მაინც ახლა მე პატარა გოგო ხო არა ვარ, უკვე ასაკი მაქვს და თავისთავად მეტაბოლიზმი ცოტა სხვანაირია. თუმცა მაინც ალბათ საერთო ფონზე უფრო სწრაფად ვიკლებ ხოლმე და მახარებს ეს ამბავი. ხო, ახლა ამას დავამატებ ცოტას და ისე ყოფა. ახლა იდუღოს მაკარონი მოიხარშება, ამი უკვე მზად იქნება. ესეც ასე. რა ხდება თქვენთან, მეგობრებო, ცხელად ალბათ ძალიან ჩამოცხარ. ვერ ვგებლობ ხოლმე რა ჩავიცვა დილას გრილა. დღის მანძილზე ძალიან ცხელა. ახლა ეს ვენტილატორი ჩვენმა გაუწერმა მაჩვქა ადრე და ამასაც ხმარობ შიგადაშიგ, თუმცა ესეც ეს მეც წერს იმაზე, რაც ჩვენ გვაქვს პატარა ვენტილატორები, მაგრამ მაინც მივაშველე რა, ოდნავ სიგრილე იყოს. აქ ესე აქ მიდგას და რაღაცნაირად გაანეიტრალოს, მაინც სოსოსაც სოსო გააფარე? მოკლედ ასე გონია რომ ჩანს, არ და არ ჩანს. გააფარა. სოსოს აქვს ის პატარა ვენტილატორი, პირდაპირ აქვს მიშვერილი, პრინციპში ახლა ეს დედაჩები რო ხედავდეს, ვაიმე გაცივდები ეტყვის. რა სისულია ამ სიცხეში, როგორ შეიძლება გაცივდე ადამიანი. რა ვიცი, მე ახალ მჯერა ეგეთი რაღაცების ესე არ ცივდება ადამიანი თან შუა ზაფხულში. ხო, რაღაცა ვირუსები არისო, არ ვიცი, მეგობრებო, რა ვირუსებია. მაგრამ გავიგე რომ რაღაცა ვირუსებიო დამოდიალობს. რა ვიცი, 40 სიცხით და ესეთი რაღაცები. რა ვიცი, ყველა დაგიფაროთ ღმერთმა რომ ესეთი რამე შეხვდეთ ამ სიცხით. ესეთი ამბებია რა. ჩვენთან ახლა არის 12 საათი.
დრო უკვე დავასრულო ვიდეო. უფრო 10 წუთი მისაუბრიო. ოჩახმე ხო, მოკლედ დღეს ამითი დაგემშვიდობებით. ბევრით ვერაფერით ვერ გაგახარეთ. თუ რამე გაინტერესებთ, რამე ისეთი უფრო დეტალებში და რაღაცა, შეგიძლიათ Facebook-ზე მომწეროთ პირადში და შესაძლებლად გიპასუხებთ ახლა და ასე საჯაროდ მე არ მინდა ესეთ რაღაცებზე საუბარი. მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით. და ყველაზე მაგაზე გამდე ალბათ ეს ვიტყოდი. კარგით, გაგოცით.